1983 წელი ორხევი თბილისი ბეტონის და ქვანახშირის ქარხანას დაიხურა ასობით ოჯახი დარჩა ლუკმაპურის გარეშე, მათ შორის მეც გავიფიცეთ, მაგრამ უშედეგოდ. სამსახურის დაკარგვის შემდეგ დავიწყე მუშაობა დღიურ სამსახურში, სადაც ფიზიკურად მუშაობდით ფაქტიურად ერთი ცალ-პურზე. შემდეგ ბედი სახელოსნოში ვცადე, სადაც უკმაყოფილო კლიენტს ვერ მოუთმინე შეურაცხყოფა და სამსახურიდან წამოვედი. უფრო სწორედ გამომიშვეს. უსამსახურობამ მორალურად ძალიან იმოქმედა, ცოლ-შვილი მშიერი მყავდა და არც სასმელში ვკლავდი და ვფიქრობდი რა მომემოქმედა. ფარეხი მქონდა და უამრავი ხელსაწყო. გადავწყვიტე საკუთარ ეზოში ფარეხში გამეხსნა სახელოსნო მეგობართან ერთად, რომელიც ჩემსავით კარგად ერკვეოდა მანქანებში. თითქმის 1 წელი ვიმუშავეთ, შემდეგ ვიღაცამ ჩაგვიშვა არალეგალურად გახსნის გამო და მილიცია მოგვადგა, ორივე დაგვაკავა და 9 თვე და საზოგადოებრივი სამუშაო მოგვისაჯეს. ციხეში ბევრი საფიქრი დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ რამე გაგვეკეთებინა, რაც ნორმალურ ფულს გვაშოვნინებდა, პატიოს ან შრომამ შეურაცხყოფა, შიმშილი და ციხე გვანახა. ციხემ თავის იქნა და მისმა გარემოცვამ ჩვენზე ზეგავლენა იქონია. ოჯახი ძალიან მენატრებოდა, როგორც იქნა გამომიშვეს უკვე 1985 წელი იყო. ციხის კართან ცოლ-შვილთან ჩახუტება ჩემთვის მეორე დაბადებასავით იყო, მაგრამ ვგრძნობდი რომ იწყებოდა რაღაც ახალი და დაუვიწყარი.